იმიტომ რომ მეცადება არაფერს არ შვება. Კლიანად მე თვითონ მომწადე, მე თვითონ ჩავაყარე. დამოუკიდებლად მასწავლებელი. ერთ წუთს არ მივსულა მასწავლებელთან. ძალიან ბევრი ბავშვი, რომელმაც საკმაოდ კარგი ქულა მიიღო, დარჩა უნივერსიტეტის მიღმა. და მეწერა საერთოდ სხვა უნივერსიტეტები. მანამ გამოცდებს დავწერდი და ქულები რომ დაიდო. მე გადავალაგე. მე გადავალაგე, იმიტომ რომ მე ჩემი არ მეკონა თუ ეგეთ კარგ შედეგს დავდებდი. უნივერსიტეტები კი გახდა უფასო, მაგრამ რის ხარჯზე ვიცით კარგად და ამაზე ხა აქ არ ვისაუბრებ. უსტარულად წერთ პოდკასტს. სხვანაირად არ არის. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ მენდამდე მასწავლებლის პოდკასტის მეხუთე ეპიზოდს. და ჩვენთან დღეს არის ლევან ხოსროაშვილი, რომელიც არის ჩემი ყოფილი მოსწავლე და უკვე მეგობარი, თამამად შემიძლია ვთქვა. და დღეს ვისაუბრებთ სტუდენტის თვალით დანახულ აბიტურიენტობაზე და ლევანი გაგვიზიარებს მის გამოცდილებას. მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის. მოგესალმებით ყველას, მადლობა მოწვევისთვის და ნამდვილად ჩვენი ურთიერთობა სკოლის გარეთაც კარგად გაგრძელდა. მოსწავლეობის მერე პირიქით უფრო და უფრო შემიყვარდა მარიამი მასწავლებელი, მენამდე მასწავლებელი, როგორც თქვენ იცნობთ და ძალიან მიხედავთ თქვენი წარმატება პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის და დღეს შევეცდები რომ ყველას დაგანახოთ აი მართლა სტუდენტი რას ვფიქრობ აბიტურიენტობაზე და შევეცდები რომ რამდენიმე პატარა რჩევაც მოგცეთ რაც დაგეხმარებათ მომავალში. კი ბატონო, შენ პირველ რიგში რო გითხრა რომელი საგნებით ჩააბარე, რომელი კლასიდან დაიწყე ეს აქტიური მომზადება და შენი გადმოსახედიდან რო შეაფასო წარმატების მთავარი მიზეზი შენ შემთხვევაში რა იყო? ეს იყო მაგალითად განსაკუთრებული ნიჭი, შენი სისტემური შრომა თუ მაგალითად სწორი სტრატეგია, რომელიც გქონდა არჩეული? დიახ, მე ჩავაბარე ქართული ენა, ინგლისური და გეოგრაფია. თავიდან ჩავაბარე სოციალურ მეცნიერებებზე, მე გადავედი ფსიქოლოგიაზე. და ანუ ჩემი წარმატების მიზეზი მთავარი ვიტყვი რა ის იყო, რომ ანუ უბრალოდ სისტემური შრომა იყო მართლა. ნუ განსაკუთრებული ნიჭი ესე არ მაქვს, მაგრამ ანუ უბრალოდ ის იყო, რომ მე როცა წავიკითხავ რაღაცას ძალიან მარტივად მომახსოვდება რა. და ანუ ჭირდება ბევრი შრომა იმისთვის, რომ ანუ დავждე და ვიზეპირო რაღაც, ანუ აი შინაარსობრივად სწავლობთან ეგეც. და თან აი ფოტოგრაფიული მეხსება რომ აქვს, აი რაღაცები ძალიან მარტივად მომახსოვდება და ანუ გამოცდადაც რომ რაღაცა რომ მოვიდა და კითხვა, აი სულ წინ მე გადახომე სად ეწერა ციკლში და რაღაც. ნუ აი ეგეც ძალიან დამეხმარა ფოტოგრაფიული მეხსება. მაგრამ ვფიქრობ, რომ აი სისტემური შრომა იმიტომ არის მთავარი, რომ ანუ ხო, რაღაც ჩავარდნები არსებობს, შეიძლება რომ აი რაღაცა ჩავარდეთ ერთ პერიოდში, მაგრამ თუ დიდხანს დავჭით იმ ჩავარდნილში, ხო? აი ამოსვლაც ძალიან რთული არის მართლა. დროში გეწელებოდა. კი და ანუ დრო ხო გეკარგებათ, ანუ ერთი წელი გქონდა აბიტურიენტებს მოსამზადებლად და ერთი წელი აი ძალიან ცოტა იმისთვის, რომ შენ ჩავარდე, დარჩე იქ და მე ამოვარდე და თან ამოვარდნილზე ღმერთმა უწყოს კიდე როგორ გააგრძელებ იმ პროცესს აბიტურიენტობის. ნამდვილად ეგრეა. იცი რა მაინტერესებს, აი სკოლაში ნასწავლი მასალა მაგალითად პროცესში რამდენად გამოსადეგი იყო აბიტურიენტობის დროს. აი რას გულისხმობთ? სწორად მინდა რომ კითხვა დავსვა. მე ხშირად ვეუბნები ხოლმე ბავშვებს, რომ სკოლა მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ გამოიყენოთ. პირდაპირ მნიშვნელობით ამას ვამბობ, იმიტომ რომ შენც ნახავდი, რომ სრულიად ეროვნული გამოცდების პროგრამა არის ადაპტირებული სასკოლო მასალაზე. აი გიფიქრია თუ არა აბიტურიენტობის დროს, რომ აი მაგალითად მე-9 კლასში რაღაცები რო უკეთესად მიკეთებინა, ბევრად გამიმარტივდებოდა ეხა პროცესი. მაგაზე ძალიან კარგი ისტორია მაქვს და მოვყვევი ხარ ძალიან მარტივად. გეოგრაფიაზე რომ მივედი, ანუ მასწავლებელთან აი იმ მასწავლებელთან შევედი, ვინც მე-7 კლასიდან მასწავლებდა. მარიკა მას მიყვარს მეცასებთ. და ანუ რომ მივედი მარიკა მასწავლებელთან, მე სულ კარგად ვსწავლობდი რა. ეს იყო ანუ გეოგრაფიას, ანუ მიუხედავად რომ რაღაცა შეიძლება დიდი ინტერესი არ მქონდა ამ საკითხის, მაგრამ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. ნუ იმის გამო რომ მასწავლებელი იყო ძალიან კარგი. და დავაკვირდი რომ ანუ დიდი შრომა არ დამჭირდა გეოგრაფიაში სხვადასხვა. მიუხედავად იმისა, რომ ქულებით რაღაცა საქართველოს ტოპ 15-ში რაღაცაში მოვხდი, არ ვიცი, გეოგრაფიის ქულებით, ანუ აი ბევრი რაღაცა ახლის სწავლა არ დამჭირდა. ყველაფერი იცოდი და უბრალოდ გამეორების დამატება და ნუ რაღაცები კი დაიმატა ახალი რაღაცები, რაც იყო აი სიღრმეში უფრო მეტად. კი, სიღრმეში, იმიტომ რომ ანუ აი გამოცდაზე მაგალითად საერთოდ აი განსხვავებული კითხვები მოდის, რაც სკოლაში ვართ მიჩვეული. ხო, რა თქმა უნდა. აი სკოლას რაღაცა გამარტივებული კითხვები არის სკოლაში უფრო ხოლმე. კი. და ის იმიტომ რომ აი მასწავლებელი გიცნობს, იქით ის შეიძლება ხელი შეგიწყოს ის განსაცდელს, მაგრამ ნუ აი ეროვნული გამოცდები არის ის, რომ ანუ იტესტები შენ როგორ იცი რაღაც, ხო?
ნუ იმისთვის რომ მე რაღაც ჩააბარო და ვერ გამარტივებენ მაგას უბრალოდ ნუ გასაგები რატომაც და ნუ მაგიტო აი უფრო მეტი სკოლაზე ცოტა მეტ სიღრმეებში შესვლა გიწევს ხო მაგრამ სკოლის წოდნა ცალსახად გეხმარება რაღაცნაირად გამოვიყენე კი ნუ აი უბრალოდ ის იყო რომ აი მაგათ ინგლისურში თლიანად მე თვითონ მომზადე მე თვითონ ჩავაბარე დამოუკიდებელ მასწავლებელი ერთ წუთს არ მივსულა მასწავლებელთან ინგლისურზე და ჩავაბარე ანუ საკმაოდ კარგი ქულით იმიტომ რომ 100% გრანტი აქვს თან უნდა აუგნიშნოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აი ინგლისურის ნაწილზე ჩაგეძიები ბარემ ძალიან საინტერესოა შენი პირადი გამოცდილება რომ დამოუკიდებლად რა სტრატეგიებს იყენებდი მეცადინეობის დროს იმიტომ რომ ძალიან ბევრი აბიტურიენტი მწერს ხოლმე მეც და მეკითხება რომ აი დამოუკიდებლად მეცადინებთ ასე და ასე შემდეგ ნუ ყველაფერს რო თავიდან ნება საქართველოში აბიტურიენტობა იმდენად ძვირი სიამოვნებაა პირდაპირ შემეძლია თქვა რომ ხშირ შემთხვევაში ოჯახებს არ აქვს რა ამის ფიზიკური შესაძლებლობა ან შეიძლება აქვს მაგრამ უნდა რომ დამოუკიდებლად იმეცადინეს აი შენ რას ურჩევდი როგორც ანუ ტიპი რომელმაც დამოუკიდებლად იმეცადინე და ჩააბარე რა გააკეთე მაგისთვის მაგათ მე ჩემი ოჯახთან სრული თანადგომა მქონდა ყველაფერი შენ მქონდა იმის იმედი ხო და ხარდაჭერა რომ ნუ აი რა ყველაფერზე მომზადებდი თუ საჭირო გახდება რომ მე თქვი რომ ინგლისურში მე არ ჭირდება მომზადება დავждები და ჩემი თან რაღაცა ჩამოვიყალიბებ რაღაცა გრაფიკს რითაც ვიმეცადინებ და რეალურად ინგლისური უბრალოდ იმდენად კარგად ვიცოდი სკოლის პერიოდშიც რომ ანუ პირველ სემესტრში არ დამჭირდა მაგაზე დასტრესვა მივაწექი უფრო მეტად გეოგრაფიას და ქართულს და ჩავდი მთლიანი შოვა მართლა იმიტომ რომ გეოგრაფიაში პირველი სემესტრი იყო არ ვიცი აი ძალიან რთული მართლა მასალას იმიტომ რომ ანუ იყო მთლიანად თეორიული მასალა ანუ არ გვიწევდა რაღაცა სხვა რაღაცები ხო პრაქტიკული რაღაც ნაწილები არ გვიწევდა და ნუ აი სრულად თეორიაზე კიდე ინგლისურის დრო არ მრჩებოდა და ნუ პირველი სემესტრი თქვი რომ მეთქი გადავდებ მეორე სემესტრი როგორც კი დაიწყო რაღაც ციგნები ხო არსებობს რა სხვადასხვანაირი აი გამოცდის მიმსგავსებული ასე შემდეგ თან დონეების მიხედვით არის რაც ძალიან კარგი არის რომ თუ იცი რომ რაღაცა დონეზე იცი ინგლისური და მეძე ვერ ადიხარ ანუ ძალიან კარგი არის რომ მიყვენ ნელ-ნელა და ამ ტესტებს უბრალოდ ვაკეთებდი ანუ არ ის საურჯიშოები გრამატიკული რაღაცები არ მიკეთებდი უბრალოდ ანუ რაც თვითონ ეროვნულში შედის პროგრამა ეროვნულის დავჯექი და იმ ტესტებს ვაკეთებდი ყოველთვის ანუ სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ამაშიც გამოვიყენე და თემებს ვუგდებდი ხელოვნურ ინტელექტს და შემოწმებინა ოღონდ ინსტრუქციას აძლევდი. და ის ჩაუგდა მაგზეიდო შეფასების პროგრამა. კი, ეგზამში. და ინგლისურის არის როაქულა და როაქულა fluency და accuracy-ში ეგსაც ჩაუგდა და მეთქი ესე შემიფასე და რაღაცებს მეუბნებოდა როგორ გამომისწორებენ ასე შემდეგ. ხოლო ყველანაირი ხელსაწყოად გაგვაჩნია განსაკუთრებით აი მართლა ძალიან კლიშე რაღაც უნდა თქვა აი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ჯობია გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და ბოლომდე გამოვიყენოთ ხო იმ რამდენჯერ არა უშუალოდ გამოვიყენოთ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები კი ძალიან სწორი სტრატეგია მეც ხშირად აი ზუსტად რომ მეკითხებიან ხოლმე თუნდაც ისტორიის სამოქალაქოს ან ქართულის ესეზე მეკითხება ძალიან ბევრი ხოლმე და არ ვიცი რა არც ეგრე გადასარევად უმეტყველებ რომ ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი ვეკონო ვინმეს მაგრამ ძალიან ხშირად მეკითხები რომ აი ეს დავწერ და ჩაგიგდებ და შემიმოწმეთ და მე რაღაც ისეც ვერ შევამოწმებ რაშიც არ ვარ კვალიფიცირებული და კომპეტენტური ხო და მარტივად ვეუბნები ხოლმე რომ აი რაღაც Gemini ChatGPT გამოიყენე აღოდ მაგას ვეუბნები რომ აი ინსტრუქცია მიეცი რანაირად უნდა შემოწმდეს ეს კონკრეტული ესე, რა კრიტერიუმების მიხედვით ჩაუგდე შენი დავალება, ხო უდევს. აი ძალიან დიდი პრობლემა რომ არ ნახულობენ აბიტურიენტები ყველაზე დიდი პრობლემა რომ ცნობარს არ ნახულობენ იმას რა ქვია მაგალითად ქართული ენის და ლიტერატურის პროგრამაში რა მასალა შედის ეგეც არ იციან რა და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ რომ მე მაგალითად აი ისეთი ყველაფერს აი რაც მოხდება ხო აი უნივერსიტეტში თუ ჩავაბარე აი რაღაც წესდება და ისინი ანუ ყველაფერს სულ ვკითხულობ და ანუ ვიცოდე რომ საქმის პოში ვიყო რა ხდება როგორ ხდება ანუ აი გამოცდის ინსტრუქციები თუნდაც ხო აი ძალიან წესები არის რო შედიან გამოცდაზე ანუ რა უნდა გააკეთო ну გასაგებია იქ ისინი ხსნიან ის დამკვირვებლები მაგრამ ну აი მაინც შენ თუ ნაიცოდა რა მე ამას თulis ყველაზე სწორად რომ ანუ დაჟე და შენით გაიგო ინფორმაცია შენით წაიკითხო თან ანუ ოფიციალური არის ხო ვიღაცის
ნამკითხავებს ხო არ კითხულობ ან ნაიკი ოფიციალურადაც რაღაცებს, ნუ უნდა წაიკითხო რა. ხო, არა, არ ეცნობიან, აი მე ხშირად ახლა რადგან აბიტურიენტების მიმართულებით მაგვერდი, ხშირად ჩამოდის ხოლმე მსგავსი კომენტარები და ნუ ახლა ამასთანაც ის რაღაც ცოტა იუმორისტული ვიდეო დავდა, რომ მეთქი ერთი და იგივე ხან ვიდეოს რო უყურებენ, მეც ძირითადად, ანუ ერთადერთი წყარო, რაზეც რითიც ხელმძღვანელობდა ჩემი ვიდეოები საიტანაც არის, არის შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, იმიტომ რომ ვიცი რომ იმაში ვერავინ ვერ მომედავება რა, იმიტომ რომ იმათ უდევთ და თუ ვინმე მეტყვის ხო, ნაიკი რომ იმათია რა, ძმაო, ესე უხეშოთ რომ ხანდახან არის მომენტი, რომ აი ვიდეოს ორჯერ ვუყურებ ჩემსას რა, რომ მე რატო იცი რომ რაღაცას აი წუთ ნახევრიანი ვიდეოა. ვამბობ დეტალურად და კითხვა არის დასმული, რომელიც აი მე-20 წამზე სიტყვაზე მაგას ვიძახი. ან რაღაცა კითხვა ისე შემოbrunებული, რომ ვერ ხვდები, რომ რამე ხო არ გამომჩა, სადმე რამე ხო არ გამეპარა და ეგ არის რომ არ უსმენენ და აი მართლა პროგრამას არავინ არ კითხულობს, ცნობარს არა. და აი შენი სტრატეგია არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგ ნაწილზე რა, რომ ყველაფერი გაიგო. ინსტრუქციის ნაწილზეც თუ შენ უკვე გეცოდინება, შესვლის დროს ფოთვა და დაძაბულობაც მოგეხსნება, რომ ეხლა უნდა მოусმინო რა რაღაცას. დავალების ინსტრუქციასაც არ გიქხოვენ რაღაც. ყოველთვის ნერვიულობდი ხოლმე, არ ვიცი გახსოვთ თუ რა სკოლა, მაგრამ შემაჯამებლობდი სულ ნერვიულობდი. ხო, შემაჯამებლობდი. ყოველთვის აი კარგად წერდი ხოლმე. ყოველთვის, მაგრამ აი დამოუკიდებელი წერაც რო გქონდა რაღაც, აი დამოუკიდებელი სამუშაო რაღაც. მაგაზეც ნერვიულობდი ხოლმე და ეროვნულები იყო გამოსდები ეროვნულებმა შემცვალა იმ გახლით რომ საერთოდ არ მინერვულა ეროვნულებს. რამე გააკეთე შენ თვითონ? არ ვიცი, აი სულიერად ხა ვიცი გავიზარდე ამ აბიტურიენტობის ერთ წელიწადში თუ რა მოხდა და რა გზას დავადექი ცხოვრებაში, დავიხსენი ეს რაღაცა სკოლის მარწუხები თუ რა მოხდა, არ ვიცი და ну აი ისე მოხდა რომ არ მინერვულა საერთოდ და თან ანუ ყველა ეტაპზე ველოდებოდი რომ ნერვულობას დავიწყებდი. ну წლის დასაწყისში მეთქი ადრეა, მეორე სემესტრში ადრეა. ну აი მე რომ მოვიდა მაისი დავამთავრეს, ну ბოლოს არის გვაქვს ბანკეტი გვაქვს, არ ნერვულობ. მე მოვიდა გამოცდის წინაღამე არ ნერვულობ. აი მეთქი რა ხდება? იმიტომ რომ მე ვიცი აი საშინელი ნერვულობა. მართლა შენი ნერვულობა შემაჯამებლებზე ძალიან. კი და ну აი ტელეფონში დავსდავნე ხოლმე ბავშვები, შენ დღეს შემაჯამებელი გვაქვს მას? შემაჯამებელი გვაქვს. და ანუ აი ის იყო რა ქვია, ჩოროეთ შევლებითაც მართლა მიტირია ნერვულობისგან და ну აი რომ მივედი გამოცდაზე უკვე მეთქი კაი, ну აი რო გავიღვიძეთ მაშინ, რომ მივალ მაშინ, რომ შევალ მაშინ, არა და ზუსტად აი მაგაზეც მინდა დღეს ლაპარაკი, რომ ანუ აი გამოცდაზე მაგ არანერვულობამაც დამძაბვა მე რაღაცნაირად. და ანუ აი რო არ ნერვულობდი რაღაცები ქართულის თემაში მოვაკელე, მაგათაც არ გამახსენდა პარალელები. მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი მომწადე ქართულზე, ქართულის მასწავლებელსაც მოვიკითხავ ეკატერინე აბზენიძე. ეკასაც მოვიკითხავ. საუკეთესო მასწავლებელი ქართულის მართლა 2 წელი აი არ ვიცი 2 წელი მართლა კარგად პილოს ვიყავი, კარგად ვსწავლობდი და ну ეკამას პროცესისა დამესახება რომ აი მართლა კარგად ვსწავლობდი ამ რაღაცა ნაწარმოებსაც უბრალოდ არ გამახსენდა, იმიტომ რომ აი ზედმეტად მოშობული ვიყავი. და აი მაგაზე მომშალა ჩემ თავზე ნერვები ზუსტად ქართულის გამოცდაზე რომ აი ზედმეტად მოვეშვი, არ ვინერვიულა ანუ ნერვულობას რაღაც ყველა ისე უყურებს და თითქოს აი რაღაცას გაწყენს და ბევრი ნერვულობა ცუდი არის და ან ძალიან აი მაგ შუალედის დაჭერა ძალიან რთულია, ზოგი ძალიან ნერვიულობს. კი, მაგრამ ჩვენთან რა ქვია, ვიღაცას გონი გული წავიდა თუ რაღაც საერთოდ აი მართლა ნერვულობისგან ბავშვებს რავი რაღაც საშინელებები ემართებათ და ნუ ეგ არის ჩემთვის აი საშინელება, აი ეგეთი ექსტრემული შეხედულება, რომ აი გამოცდა და ვაიმე და ის ანუ არა, ჩემთვის არ არის მისაღები მაგალითად. ხო, რაღაცა ის არის დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუალედში ვიყოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ სულად არანერვულობამაც მომიტანა ის, რომ ნუ ქართულის თემას რაღაც დავაკელი და ანუ რეალურად მე რომ შევედი დამაკლეს ზოგად განათლებაში ქუა ერთი თემაში 24-დან 41 ერთი დამაკლა მაგ ზოგად განათლებაში და აი ნერვები მომეშალა, იმიტომ რომ ზოგად განათლებაში შეიძლება ხო აი როგორ შეიძლება დამაკლეს ქუა და ნუ უბრალოდ აი პარალელი რო არ მეწრა მაგით. ხო, ანუ ალბათ ის მომენტია რა ინდივიდუალურია ყველაფერი, ზოგს პირიქით ძალიან სერიოზული სტრესი აქვს, შფოთი და ეგ უშლის ხელს ზოგს ეს მოშობა და რაღაც შუალედის დაჭერა არის ძალიან. ხო, აი ოდნავ რომ მენერვიულა მე ვფიქრობ, რომ აი ქართულის თემას უკეთესად დავწერდი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა 31 ქულიანი თემა, ანუ მართლა რაღაც გასაოცარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ არ ველოდებოდი, რომ მასე კარგად დავწერე თემა, არ ვიცოდი როგორ დავწერე. ხო, მაგრამ ადამიანს ხო იცი, როცა რაღაც უფრო მეტი
კარგი შედეგი როგორ კიდევ უფრო მეტი გინდა ხოლმე და ალბათ ეგ მომენტიც იყო რა. ანუ გეოგრაფიაშიც ეგ ვთქვი რა მეთქი 51 რატო ავიღე როცა შემეძლო რომ ანუ კითხვები რაც გამოვტოვე და რაც შემეშალა თუნდაც არ გამომტოვე რაც შემეშალა რატო შემეშალა როცა ვიცოდი ყველაფრის პასუხი ვიცოდი ყველა კითხვა რაც იყო გეოგრაფიაში ყველაფრის პასუხი ვიცოდი და ნუ უბრალოდ ვერ გავიცი პასუხი და აი ეგ იყო ძალიან რაღაცა დამაგდებელი მოტივაციის ჩემში მაგრამ თავარია შედეგი დადგა ის რაც გინდოდა იცი რა მაინტერესებს ახლა კითხვები კი მაქვს აქ ჩამოწერილი მაგრამ ჩვენი ლაპარაკი ბევრად საინტერესოდ მიდის და შესაბამისად კითხვები უფრო ესე მოდის აი მე ბავშვებს ხშირად ვავნები ხოლმე რომ დაისვენეთ აბიტურიენტობის დროს ანუ რა სკოლის ხომ იცი რომ ძალიან ცუდ რეჟიმზე არიან და რაღაცნაირად მშობლებიც თუ გიყურებენ იმედია სწორად გამიგებენ მშობლებიც მაგას ვეუბნებით რომ აი უნდა ქნა უნდა იმეცადინო იმედები არ უნდა გამიცრუო აი ყველა არა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში და ეს რაღაცნაირად სტრესავს მე მქონია პრაქტიკაში შემთხვევები რომ აი აბიტურიენტები ხშირად მწერენ პირად ჩატყობინებაში და ერთი ყველაზე უკიდურესი შემთხვევა მახსენდება რომ ერთი იწერება რომ დღის განმავლობაში მძინავს 5 საათიო დანარჩენი დრო ან მეცადინავ ან ვარ მასწავლებლებთან კვირაში არც ერთი დღეო არ ვისვენებო და ჩემი მშობლები მეუბნებიან რომ შვილო გაჩერდიო რა გადაიწვევიო და თქვენ რას მირჩევთ და ნუ მეც ხალხად ეგ ურჩიე რომ აუცილებელია რომ კვირაში ერთი დღე გქონდეს დასვენების როგორი დასვენების იცი რომ არაფერს არ აკეთებ რომ გონება და განიავო ასე რომ ვთქვა აი ეგ გქონდა თუ არა დასვენების ამბავი და რამდენად მნიშვნელოვანი აბიტურიენტობის დროს ეგ გაგულავება ცოტა ხო აი ბალანსი მე მქონდა აი საუკეთესო აბიტურიენტ ის ერთი წელი აი მენატრება მართლა ზოგისთვის ხوارია სტრესული და საშინელი და ნუ არც უნდათ გახსენება და მე პირიქით მენატრება იმიტომ რომ ინგლისურზე ხوار ვამზადებოდი შესაბამისად მიწავდა მასწავლებელთან სიარული კვირაში 3 საათი სამჯერ და ნუ მე კიდე 3 საათი სამჯერ ანუ გამოდის რაღაც ძალიან ანუ არ გამოდის ბევრი რა ბევრი იყო ჩემთვის ხო რაღაცა ცოტა იყო ასე შემდეგ და რაც დრო მქონდა არ ვიყავი ის ანუ სტიგმა არ მქონდა ის რომ დავждე და ვიმეცადინო ბევრი რომ ბევრი მეცადინო არაფერს არ შევა თუ არ შედის ტვინში რომ აზრი არა კითხვას იმიტომ რომ ხა უნივერსიტეტში კიდევ უფრო ვისწავლე რომ აი შუალედრობის წერა რომ მიწევს და ფინალურობის წერა რომ მიწევს აზრი არა კითხვას ანუ კალმით ხელში ჩამძინებია ლეპტოპთან კონსპექტს ვწერდი უნივერსიტეტში და ანუ არ შვება არაფერს როცა ტყუილად აკეთებ რაღაცას აი თუ არ ხარ იმ ხასიათზე და თუ იცი რომ შენ ანუ ყველა ადამიანი თავის თავს ყველაზე კარგად იცის რომ სხვა და რო ჯდები სამეცადინო თუ შენ ხვდები რომ ცოტა ანუ ეხლა ვერ გავაკეთებ ამას არ შევა გარეთ გასვლა ჯობია უნდა თუნდაც გარეთ გახვიდე თუნდაც ანუ დაჯდე და ვაიმე TikTok-ის ხოლოსაც ისე უყურებს ხალხი გეგმება ძალიან რაღაცა საშინელი კი რაღაც ანუ დიდხნიანი რაღაცა გაწელილი TikTok-ის ხოლოს საშინელება არის მაგრამ ცოტა ტვინი რომ დაასვენო ანუ ნახევარსაათი თუნდაც ჩასკოლო რაღაცა გააკეთო ან YouTube-ს უყურო აი YouTube-ში მაგათაც კიდე რაღაცა ვიდეოების ყურება თუნდაც აი თქვენთან შემოვიდა და რომ ვუყურე პოდკასტს როცა აი მართლა მომეწონა პირველი ეპიზოდი რომელიც აი თუნდაც მაგას უყურო განტვირთო ცოტა ტვინი აი მეგობრებთან ერთად გახვიდე ანუ არ შეზღუდო თავი იმიტომ რომ აი ყველაზე ცუდი მოაქვს მაგას რომ აი ბევრს ხომ მეცადინო გადამწვარი რომ მითხარ გამოსაზე აზრი არა აქ არაფერს რა შეიძლება დაგავიწყოს ყველაფერი აი მომენტში ისე მოხდეს რომ აი გაითიშო და აღარ გაგახსენდეს არაფერი და რისთვის ისწავლე მაშინ ის ერთი წელი თუ არანაირი შედეგი აღარ მოყვება იმ მასწავლს რა ესე ვთქვა. ხო, ნამდვილად ეგ ძალიან სწორი დამოკიდებულება, რაზეც ამახვილებ ახლა შენ ყურადღებას. რა მაინტერესებს, აი, ახსენე რა შუალედურები რაღაც უკვე სტუდენტის როლით უყურებ ამ ყველაფერს. დაიმთხვა თუ არა შენი წარმოდგენები სტუდენტობაზე იმას რაც გქონდა? აქილესის კუსლი. აქილესის კუსლი. ეს არ უნდა გეკითხა. აი, იყოს სრულიად, აი 360 გრადუსით ამოვრა რა 360 გრადუსი 180 გრადუსით, მაგრამ 360-ით იყო და 780 ძალიან ნამდვილად ატრუალდა. კი, ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ აი მე სტუდენტობას ველოდებოდი საერთოდ სხვა რაღაცას, უნივერსიტეტის ცხოვრებას ველოდებოდი საერთოდ სხვა რაღაცას და დამხვდა აი საერთოდ სხვა, იმიტომ რომ აი საქართველოში ზედმეტად რომანტიზებული არის ის იდეა, რომ უნივერსიტეტში სწავლა და სტუდენტობა არის აი ძალიან მართლა რაღაცა აი მიღწევა და ძალიან მაგარი რაღაც. როცა რეალურად არის უბრალოდ ანუ იღებ ცოდნას. სკოლის გაგრძელება არის უნივერსიტეტი, ხო? ბოდიში. და რეალურად ანუ არ იყო ისეთი ეპიკური როგორც მე მეგონა რომ იქნებოდა. და მაგან ძალიან დამაგდო პირველ კვირაში და აი
თავიდან ისიც მქონდა რომ აი მეთქი ხო არ ვნანობ საერთოდ ჩაბარებას ხო ანუ მაგრამ მე გირჩევთ მეურვებ რომ აი მეჭვებს ცოტა აი გავგულობელყოთ იმიტომ რომ აი არ ღირს მაგაზე ტყუილი ორჭოფი თუ რა ქვია ორჭოფი ხო ორჭოფი ხო არის თვითონ სიტყვა კი ორჭოფი არის აი რომ ორჭოფი არის რომ ვერ გადაგიწყოთ იქნა თუ არა და ეგ არის რა ზუსტად ანუ არის ორჭოფი წყვილად რა აი ჩააბარეთ მიაღწიეთ იმას რომ ჩააბარეთ და უნივერსიტეტში ჩააბარეთ ძალიან მიმღწევა არის მას ადამიანისთვის და რომ ჩააბარეთ და შენ თუნდაც აი ოჯახი გედგას გვერდით და ასე შემდეგ ანუ ყველანაირად სადა უბრალოდ რომ აი ეგ საწყისი პერიოდი არის მართლა ძალიან რთული და მართლა პირველ დღეს რომ ჩამოვედი უნივერსიტეტიდან მქონდა ის საშინელი დღე მთლიანად დღე გამიფუჭდა იმიტომ რომ მე მეგონა რომ მეთქი ანუ არის სწორად გულს მოხდი ვაიმე საერთოდ ჩამებარებინა ანუ ეს არ უნდა გამეკეთებინა რაღაცა ნუ მაგის აღიარება ძალიან რთული არის რეალურად შენ თავთან უიმე ამდენი ხანი ანუ ხო აკეთებ რაღაცას და იშრომე თუნდაც ის ერთი წელი თქვა ის 12 წელი დავივიწყოთ და თქვათ რომ აი ერთი წელი დაუღალავად იშრომე ანუ დედა შენმა და მამა შენმა ნუ ოჯახი დაგიდგა გვერდში თუნდაც ის ფული იხადეს ხო კი რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა გაგიკეთეს და შენ უცბად აი არ მოგწონს ანუ რას ნიშნავს ეგ ხო აი საშინელი გააზრება მქონდა ეგ და ნუ უბრალოდ მე მოდის რა ნელ-ნელა მოგწონს სიტუაცია აი ხალხს რო გაიცნობ და როცა აი და მიეჩვევი რა მიჩვევადი არის აი უნივერსიტეტს უკრაც ხო მიჩვევადი არის იმიტომ რომ აი თავიდან რაღაცა აი ის გაქვს არ ხარ ფამილიარული იმაზე და კი სიხარულით მიდიხარ და ოი რა მაგარი ახალი გამოცდილება მაგრამ რეალურად იაზრებ რომ სად ვარ ჯერ ხო აი დამკვიდრებას ვიძახი რა თვითონ აი დამკვიდრების პერიოდი არის ძალიან იმიტომ რომ სხვა გარემოში ხდები ნაცნობი არავინ არის სკოლაში ხარ 12 წელი მაინც ერთ გარემოში ხარ ერთი მასწავლებლის კატეგორია ყველას ბავშვები ერთი და იგივე არიან და ნუ რთული არის ხო აი ეგ ნაწილი ძალიან ისეთია რომ აი სწორ ადგილას ვარ თუ არა თუმცა ეგ ვფიქრობ რომ შეიძლება რაღაც უნივერსიტეტსაც რომ დამთავრებ მე ეს გაუჩნდეს ადამიანს რა და ეგ ნორმაა მაგრამ ხო რაღაც მიჩვევის პერიოდია ხო რაც აი ნუ დრო ჭირდება უბრალოდ მაგას რა გადაწვის პერიოდი თუ გქონია აბიტურიენტობის დროს მაგრამ შენ ისეთები მოყევი რომ მე მგონი აქეთ არ გქონდა გადაწვის მომენტი რომ აი რო მიხვდი რომ აი ხა რაღაცა რთულად არის პირველ სემესტრში რო ვახსენე პირველ სემესტრში იყო საშინელება პერიოდი მქონდა იყო აი ამიდები რო იღუშება უკვე შემოდგომა აი ნოემბერში არაფერი რო არ სეზონური დეპრესია თან დაიწყო და სეზონური დეპრესიას დაემთხვა ბევრი სასწავლი აი საშინელება იყო რაღაცა მივხვდი რომ გადავიწვი თან ანუ გაცდენაც არ მინდა ანუ ეგ არის კიდე საშინელება არ გაცდენთ ხალხო აი აბიტურიენტობის ერთი გაკვეთილის გაცდენაც აი ძალიან საშინელი ის მოყვება მე დაჭვის წვეტა და დაჭვის წვეტა და მასწავლებლისთვისაც იცი რთულია ბავშვი რო აცდენს იმ თვალსაზრისით რომ ხა შენ პასუხის გებლობა გაქვს აღებული თანხას გიხდის ადამიანი რაღაც და უცებ რო ვარდება ვიღაცა მე გინდა არ გინდა რაც არ უნდა ვიდეო მე მაგალითად ონლაინ მაქვს და ვიდეოსაც მაინც რო უყურებს სულ სხვანაირია რა პირდაპირ ინტერაქცია სხვა რამეა და გადაიწვი მიხვდი რომ რაღაცა სეზონური დეპრესია ბევრი სამენსაძინო რანაირად ამოხვედი აი დასაწყისში რომ ამბობდი რომ ხან ჩავარდნებია და უნდა ამოხვიდე მალეო რანაირად ამოხვედი მაგედან ჩემთან შემოუძახე მეტი არაფერი ანუ ყველაზე რასაც ვიძახე სულ რომ აი ყველაფრის ფუძე ხარ შენ და შენ თუ არ გაქვს ანუ არაფრის თავი იძახი რომ რაღაც თუ არ გაქვს არაფრის თავი ჯობია რომ ანუ გაიწიო ცოტა ხანი მაგრამ რო გაიწევი რა თქვი გინდას ჩავარდები ხო არ მისცე შენ თავს იმის უფლება რომ მაგ გაწევის პერიოდში იყო დიდხანს მან რაც უფრო მეტხანს გაჩერდები მით უფრო კომფორტული ხდება შენთვის ეს ადგილი კი და ეგ მდგომარეობა და მე ვეღარ გამოდიხარ იქიდან და ზუსტად მაგას ვიძახი რომ მე 11 კლასში ვიმზადებოდი ქართულზე მარტო ერთი წელი ანუ ერთი წელი ადრე დავიწყე ქართულზე მომზადება და მაგ დროს მქონდა ეგ რომ ანუ ძალიან გავკომფორტულდი აი რაღაცა მაგ დროს გავკომფორტულდი სწავლით ხო და მე 12 კლასში ქართულს უფრო ზერელად ვუყურებდი იმიტომ რომ ხა ის ხო გავლილი მაქვს უკვე და ის მქონდა და აი მაგ დროსაც კომფორტულად ვიყავი იმაში რომ ხო გავლილი მაქვს და ეგ იმას მიშობოდა თუ შეგმიწევდა და მე ოკეი ვიცი მაგრამ ჯობია რომ თავიდან გაიარო ხო ანუ ორ მაგ ცოდნას იღებ და ეგ ხო ჯობია და ნუ აი მაგ დროს შემოუძახებდი ხომ ჩემთანაც რომ აი თუნდაც ადგომა მეზარებოდა ლოგინი რომ წავსულიყავ გაკვეთილზე შემოუძახებდი ხომ ჩემთანაც რომ ანუ ეხლა ადექი გადი
ანუ წადი გაკვეთილზე მიდი, ნუ გაკვეთილის მერე აი თან იმუშავებდი ხოლმე, რომ აი ჩემთან ვსვადობდი რაღაც ჯილდოს, ხო? თუ რაღაც მეზარებოდა და გავაკეთებდი მაინც. აი მაგალითად რა ვიცი, რაღაცას ვიყიდიდი, რაღაცა ანუ ვიყიდით აი რაღაცა სნიკერს მაგალითად ჩემთვის უყიდეთ. ეგ იყო ჩემი ჯილდო, რომ აი მაგდროს ტვისაც აჯერებ რა, ტყუებს შენ ტვის, რომ აი ამას თუ გააკეთებ რაღაცა მოყვება ჯილდო. ან ზოგადად ჯილდო ის იქნებოდა, რომ აი მეგობარს ერთად გავიდოდი, ან რაღაც, იმიტომ რომ სახში თუ ჩავწვავდი, ისაც ხო არ გავიდოდი. ხო, არ გახსოვს. აი ჯილდო ეგ იყო, რომ აი ის გაკვეთილის მერე რაღაც მოხდებოდა და მასეც ვაწევდი ხოლმე ჩემთვის мотиваციას, რომ გამოსული ყავი მაგაი გადაწვის კი არა, ნუ გვერდზე გასვლის პერიოდიდან და აი გადაწვისას არის უბრალოდ რომ აი ტვინს რო ბურნაუთი ჭირს, უნდა დაისვენო. ანუ არაუშავს ყველაფერი გასაგებია რომ რაღაცები ხდება, რაღაცები ანუ არ უნდა ჩამორჩეთ, მაგრამ უნდა დავისვენოთ ხანდახან რა. ყველა ცხოვრებაშია რა, ეგ ამბავი გამორიცხულია რომ ეგ ჩავარდნები არ გქონდეს. ხო, და ანუ ჯობია რომ როცა მივხვდებით რომ გადავიწვით და არ დააძალო შენ. აღარ ხო, ანუ დაძალებით მე ანუ გადამწვარზე ისედაც რო აწვევი, ანუ რაღაც მე კიდევ უფრო დიდი ხანი. ხო, ძალიან დიდი ხანი იქნება. გატყდები, ანუ გატყდება ადამიანი, ფსიქიკა შეიძლება ჩამოკიდეს, ანუ საშინელ რაღაცები ხდება და მაგიტო კი, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ დასვენების ნაწილზე იდეაში ვისაუბრეთ და აი ძილთან მიმართებაში როგორ იყავი აბიტურიენტურის დროს? მე ზოგადად ძილზე კომპეტენტური არ ვარ, რომ ვისაუბრა, იმიტომ რომ მე ძილის ზოგადად სუარეული მქონდა მე ძილის რეჟიმი. ერთადერთი იყო მახსოვს, აი მეორე წელში რომ ვიყავდი ხოლმე სკოლაში, მაშინ აი ვიღებდი დილის 7 საათზე, ხამე ვიძინებდი 11-ზე, 7-ზე ვიღებდი და მე მეცადი, ანუ მეორე წელს მეცადი, მაგის მერე დავკარგე, რაც პირველ სმენაში გადავედი სკოლაში, მაგის მერე, ანუ ძილის რეჟიმი არეული მაქვს, ანუ აი ყოველთვის ანუ ვერ გამოსწორდა ეგ. ნუ რაღაც პერიოდები არის ხოლმე აი აბიტურიენტობისას მაგათაც ოდნავ დავილაგე კიდე რომ მასწავლებლებთან გადიოდი რაღაცა ქონდა. და ოდნავ დავილაგე კიდე რომ აი იცი როგორ მქონდა თან ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, კვირა ვისვენებდი, სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ხონდა დატვირთული ორივე მასწავლებელი მაგ დღეს მქონდა. და დანარჩენი დღები დანარჩენი დღე თავს მქონდა. აი მეცადინეობისთვისაც უფრო ხო, უფრო მეტად მქონდა, კი. და უბრალოდ ის იყო რომ გეოგრაფია მქონდა ხოლმე ჯერ, მე ქართული და ანუ 9 საათზე რომ თავდი ქართულ 3-ზე ვიწყებდი და ხო უფრო ადრე კიდე 2-ზე ვიწყებდი ხოლმე გეოგრაფიას 1 საათი შუალედ მქონდა. 2-დან 9-მდე 7 საათი რომ მე ვიყავი მასწავლებელთან და ამდენ ცოდნას ვიღებდი. ხა სახში დაღლილი მიდიოდი და ვიძინებდი ხოლმე. მე აი რა ქვია შაბათს მაგათად მასწავლის მე კვირა ხო ვიცოდი რომ მქონდა ორ შაბათი. აი მე ხო ცოტა გავახალტურებდი და მე მთელი კვირა მიმყובოდა გახალტურებული ძილის რეჟიმი, მე დაღლილი ვიყავი სულ, ხან ვერ ვდგებოდი ხოლმე დილას, ანუ არ მაღვიძებდა ეს ჩემი მაღვიძა რა, ანუ ვერ ვდგებოდი და მოსაშლება და მაგალითად ვურჩევ რომ აი რაღაცით უნდა გამოსწორდეს ეგ, აი ძილის რეჟიმი თუ ცუდი აქ ადამიანს, აი მე ყველაფერი იყავს, პროდუქტიულობა თუ ყველაფერი იყავს, ანუ არის საშინელება რა. კი ბატონო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად მაგის დარეგულირება იდეაში მოხდეს. აი ეს მაინტერესებს ხო? კითხვა დამიკითხეთ, ჯერ დავფიქრდი. როგორ მივხვდი, რომ სწორედ ეს ფაკულტეტი და უნივერსიტეტი? აი მაგ განაწილებაზე უნდა მეკითხა. როგორ მივხვდი, მაგიტო გადავედი. როგორ მივხვდი? არა, მარტო შემობრალი უნივერსიტეტის პროექტი, ცოტა ჩავაბარეთ სოციალურ მეცნიერებებზე და ფსიქოლოგიად. ანუ მე და გადაგსვათ. გადაგსვათ არა, ანუ გითხრას ყველგან შეგიძლიათ გადასვლა, სადაც გაგიხარდებათ, კი, სადაც გაგიხარდებათ, კი და ფსიქოლოგიას და პოლიტიკის მეცნიერებებზე გვემთხოვდა ყველაზე მეტი საგნები უპრობლემოდ. ისე რომ წელი არ დაგმატებოდა და ნუ ავირჩე ფსიქოლოგია. იმიტომ რომ ისაც ჩვენ სოციალურ მეცნიერებებზე მე რო გაგვიგრძელებინა, უნდა გქონოდა მაინორები. და მაინორებზე ფსიქოლოგია უნდა ამიღო ისედაც. ანუ კაი მეთქი პარე ფსიქოლოგია გადავა. მაგრამ ისე ფსიქოლოგია ისე ჩაბარება როგორც თავარი მათ არ გამიზნული არ იყო, ხო. იცი რა მაინტერესებს, ძალიან რთულია ეხლა განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები კი გახდა უფასო, მაგრამ რის ხარჯზე ვიცით კარგად და ამაზე ხა აქ არ ვისაუბრებ, ნერვს არ ავშლი. ხო, ზანდაინც არ უნდა ვილაპარაკო კიდე ვიღაცებს მაინც ვერ იგებენ და ამიტომ გავჩერდე რაღაც მომენტში ჯობია ვისთვისაც გასაგები უნდა ყოფილიყო იმას გავაგებინე პრინციპში შემიძლია ვთქვა. აი უნივერსიტეტების არჩევის დროს გადალაგება, გადმოლაგება, რა პრინციპით დაალაგე უნივერსიტეტები, აი ფაკულტეტები როგორ გაანაწილე, მაინტერესებს. აი ძალიან სასაცილო ისტორია მაქვს მაგაზე. ყველაფერზე მაგას ვიტყვი სასაცილო, იმიტომ რომ ჩემი მთელი აბიტურიენტობა იყო სასაცილო. აი რაღაცა კი, მასხრობა იყო მთელი ჩემი აბიტურიენტობა. თავიდან ვაპირებდი რომ
ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე, ანუ ეს არის სოციალური მეცნიერებების საერთაშორისო ურთიერთობების სოციალური მეცნიერებების ნაწილი არის, მაგრამ მე ვაკლებდი გაყოლოს პოლიტიკის განხრით რა და აი ძალიან მართლა ძალიან მქონდა ეგ მოწოდება და სულ და საერთაშორისო ურთიერთობები მეწერა და მეწერა უნივერსიტეტი რა, იმიტომ რომ ეგ ძალიან ცუდი არის რეალურად, რომ ცოტა უნივერსიტეტი მეწერა, იმიტომ რომ არც ვიცოდი რა ქულებს მივაყავდი, ანუ რომ გამოვედი მე გამოცდი და ერთ გეოგრაფიის ქულა ვიცოდი, იმიტომ რომ მასწავლებლთან დავრეკეთ და ეგრევე როგორც კი ტესტი დაიდო გავარჩიეთ და მაგით მივხვდი მე ანუ როგორ რა ქულას მივიღებდი. დანარჩენი და მაინც ვერ გავარტყით, იმიტომ რომ რაღაცები არასწორად ჩამითვალეს რაღაცა მოხდა ასე და არ ვიცოდი და მეწერა საერთოდ სხვა უნივერსიტეტები მანამ გამოცდებს დავწერდი და ქულები რომ დაიდო მე გადავალაგე, იმიტომ რომ მე ჩემ არ მეკონა თუ ეგეთ კარგ შედეგს დავწერდი და ეგ იყო რომ ანუ აი მეწერა ისეთ უნივერსიტეტები სადაც კონკურენცია არ იყო იმდენად დიდი რომ ვერ მოხვედრილიყავ. არ მეგონა რომ ესეთ კარგ შედეგებს დავდერ და რომ დავდე საერთოდ შევცვალე ჩემი ჩამონათვალი და თან ქულები რომ ვიცოდი მან აღარ მეშინოდა რომ ვერ მოხვდებოდა და უბრალოდ ის უნივერსიტეტი და ფაკულტეტი შევწერე რაც პირველზე მინდა და მე იგივე უნივერსიტეტი და სხვადასხვა ფაკულტეტები ჩავწერე, რითაც გეოგრაფიით ბარდებოდა, რომ რამე იმერე მობილობით გადავსულიყავი, მაგრამ გირჩევთ რომ ჩაწეროთ ძალიან ბევრი, რამდენიც მოგაფიქრებათ და რამდენიც არის ყველა შეგიძლია ჩაწეროთ. კი, ყველა რაც ისტორიით თუ ვაბარებთ, ისტორიის ყველგან ბარდებათ, ჩამოწერეთ ყველა. 100 რო იყოს, 100-ვე შეგიძლია. კი, ანუ იმიტომ რომ არა იმიტომ რომ რაღაცა, ანუ ჯობია რომ გქონდეს რაღაცა გეგმა, backup plan როგორ არის ქართულად? ალტერნატიული ხო, ალტერნატიული გეგმა გქონდეს რაღაცა, ანუ გეგმა B, გეგმა G თუ რაც იქნება, რომ მაინც რა იცი რა ხდება. ხო, იმიტომ რომ აი ნახეთ, მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე ბავშვები, რომ აი მშობლებით, რომ რა ქულა უნდა მივიღო რომ მოხდეს საერთაშორისოზე ჯავახის შულში. ანუ არ ვიცით. იმიტომ რომ ეს არის დამოკიდებული სრულად იმაზე, რამდენი ადგილია, რამდენი მსურველი იქნება და ამ მსურველებიდან ვინ რა ქულას მიიღებს. სულ მაგის გამოთვლაში ვიყავ. ხო, იმიტომ რომ რაღაცა იხა რა ვთქვა რომ 55 ქულა უნდა გქონდეს ყველგან, შეიძლება ის არ გამართლდეს, იმიტომ რომ მაგალითად სიტყვაზე 150 ბავშვს იღებდნენ, მე ვიყო 151 და 150 ბავშვმა ჩემ წინ მიიღოს ჩემზე 0.5 ქულით მეტი. ის მოხდება რა, იმიტომ რომ მაღალი ქულებით, ანუ არ არსებობს რომ ამ ქულას თუ მიიღებ, უეჭველი მანდ მოხდები. სხვათა შორის ძალიან ბევრი ბავშვი, რომელმაც საკმაოდ კარგი ქულა მიიღო, დარჩა უნივერსიტეტის მიღმა. ზუსტად მაგიტო რომ არ ქონდათ ეგ ამბავი გათვალისწინებული რა, ეწერეთ 3 ან 2. ჯობია ჩამოწერო ბევრი და მობილობის პროცესი იმაზე მეტად მარტივი იყო, ვიდრე მე მეგონა რომ იქნებოდა. ანუ იმიტომ რომ ეს მომიწა მობილობა და ანუ განსაკუთრებით შიდა მობილობა არის ძალიან მარტივი. ხო, მარტივი. და თან ახლა გეოგრაფიით ჩაბარებული ფსიქოლოგიაზე გადავედი. ანუ აი არ შემეშალა ხელი მაგით. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაზე გეოგრაფია არ ბარდება, ხო, და მაგით ოძახი რომ შიდა მობილობა არის ძალიან მარტივი რეალურად. და ანუ მართლა ძალიან მარტივი არის რომ შიდა მობილობით რაღაცა გააკეთო. გარე მობილობაც ანუ გარე მობილობა ცუდ ერთ-ერთი პროცედურულად იწელება ეგეთ. პროცედურულად იწელება და თან ერთი წელი უნდა სწავლობ, ერთი წელი სტუდენტი უნდა იყო და ანუ სექტემბერში ვჩავარე, მეორე სექტემბერში ვერიზამ, კი. და ანუ ერთი წელი გამოტოვა მე აუცილებლად. არ არსებობს რომ გადახვიდე და არ დაგემატოს თუ მართლა იგივე სილაბუსი და კურიკულუმი. ხო, ან რამდენიმე საგანი მაქსიმუმ აი შეიძლება 3-4 საგანი ჩაგეთვალოს. ჩაგეთვალოს და ისიც ანუ აი არაფერში არ დაგეხმარება. არაფერში არ დაგეხმარება, კი ეგრე. ხო, ანუ უნივერსიტეტების განაწილებაზე მეც მაგას ვამბობ, რომ ჩაწერს რაც შეიძლება ბევრი, ძალიან ბევრი აპლიკაცია არსებობს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, რომ დაახლოებით მიხვდეთ რა როგორ არის, წელს ცოტა სხვანაირად იქნება რაღაცები, იმიტომ რომ ეს სისტემის გუმაგდენი აღარ ცვლილება. ცვლილება, ხო, რაღაცა გავიგერა ხდებოდა და ნუ ხო, მაგრამ მაინც პრინციპი დაახლოებით იგივე დარჩება. ეხლა Fox Prep AI არის თუ ზუსტად მახსოვს, ეხლა დაუმატებიათ, არ მინახავს, მე ძალიან კაი აპლიკაცია არის, დაუმატებიათ ეგ აი ახალ მოდელზე უნივერსიტეტების სისტემა რა, შარშან იყო კალკულატორი და რაღაცები. მე მგონი შენც გესაუბრებ მაგ კალკულატორს
კალკულატორზე და იმაზე შარშან. ხო, რომ ქულებს რო წერდი და ის იყო გავიგრანტე და რაღაცები. კი, ქულებს რო წერდი, გიწერდა რა რაღაცებს. ნუ ხე გრანტის პრინციპი რო აღარ არსებობს. გეოგრაფიაზე არ ქონდა, გავიგრანტეს არ ქონდა, ის და მეორეს ქონდა. მეორეს ქონდა, მაგრამ ეს მეორე არ რაღაცა უცნაურად წერდა. არ ვიცი, ნუ საბოლოოდ ქულების გაგების მერე შეგიძლიათ მოკლედ რომ გადაანაცვლოთ, მოანაცვლოთ, არ არის პრობლემა. აი, ბოლო წამამდე იყო. ბოლო წამამდე აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღემდეა. ხო, აპელაციების რო გამოცხადა, მაგ დღეს შევცვალე მე საღამოს. ან ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ანუ რო დაიდო ის გრანტები, მაშინ რომ 900%-იანი გრანტი იყო, ნუ აი საერთოდ შემეცვალა. გადმოტრიალდა და ნუ აი ოჯახთან დავაპარაკება რაღაცა და ნუ ჩავაბარე უნივერსიტეტში სადაც ჩავაბარე და ხო, ძალიან კაი. საერთოდ მაგ მიზეზით, იმიტომ რომ აი დაელოდეთ, მაინც ესე არ გადაწყვიტოთ, რომ აი მაინც და მაინც აი ამაზე და ამაზე მინდა, იმიტომ რომ ქულებზე დამაბეული არის დამოკიდებული და გრანტზე რა რეალურად, იმიტომ რომ აი გააჩნია, მაგრამ ეხლა ნუ აღარ არის გრანტი აღარ აქვს. გრანტი არა, მაგრამ მოხვედრაზე ხო კერძოში არ აქვს, მაგრამ შიდა გრანტებია, ოღონდ ეგ შიდა გრანტები არის, როგორ იცი, რომ კერძოები ითხოვენ, რომ მაგალითად ის რა ქვია, პირველზე უნდა გეწეროს და ასე შემდეგ და ეხლა ლოგიკურია, რომ პირველზე თქვენთან არ იქნებოდა, იმიტომ რომ შენ გრანტის სისტემით ჩააბარე და ეხლა არის, რომ გრანტი რო აღარ არის, მაგით აქვს, რომ პირველზე უნდა გეწეროს და მანდ მეორე პრობლემა არის რა ბავშვის მხრიდან, რომ პირველზე რო უწერიეთ 100%-იანი გრანტით არ დაუფინანსოს, თანადაფინანსება გაუკეთოს უნივერსიტეტს და ამ დროს მეორე ალტერნატივა რომ სახელმწიფო რო ჩავწერო, შეიძლება პირველივეზე უფასოზე მოხდა რა და ცოტა იხლართებიან, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს კალკულატორის გავიგრანტეთ, კალკულატორი ჩაირთვება არ არის ხა ჩართული. მანდ რო ჩაწერთ, დაახლოებით მიხვდებით და ქულების გაგების შემდეგ რა და უნდა ნახოთ აუცილებლად იქ სისტემაში რო შედიან, ჩვენებს რომ არის კონკურსი პროგრამებზე და იქ კონკურსიც რომელზე რამდენი ადგილია ვინ რა ირჩია, ქულების გაგების მერე შეგიძლიათ გადაანაცვლოთ, გადმოანაცვლოთ. კი და იქ არის ძალიან კარგი. ეგ იყო ყველაზე კომფორტული ჩემთვის, რომ აი მარტში რო დაჯდე და თან ეხლა აპრილში არის ხო? ხო, ეხლა ჯერ კიდე რეგისტრაცია გახსნილი არის, ხო? რეგისტრაცია ეხლა წელს დაიწყო, როდის იცი შაშან თქვენი რო დამთავრდა იმ პერიოდში დაიწყო წელს. აი და აპრილში, ანუ აპრილში სად არის, სად რა ვიცოდი საერთოდ, ანუ აპრილში საერთოდ სხვა რაღაცა მე. ნუ მე არც ვანაცვლები წლის განმავლობაში სიმართლე რა ვთქვა რა. ხო, დაწერეთ და მე ვთქვი რომ აი უბრალოდ მეთქი ჩავწერ რაღაცებს, რომ ან მე სისტემა თუ გაბაგა რაღაცა მოხდა, რაღაცა მეწეროს. რაღაცა რო ჩავწერე, მე როგორ გამოვედი და ნუ აი ბოლოს შევცვალე რა, აი ქულის გაგების მერე უნდა და აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არის კი მნიშვნელოვანი რომ შეცვალა. იმაგაზე მე გამოცდილებული მქონდა რომ ჩემი ძალიან ახლო ადამიანი, რომელიც შემთხვევით ესე უბრალოდ რენდომ გავიდა გამოცდაზე, GPA-ში მოხდა ბიზნეს ადმინისტრირებაზე ისტორიით, ინგლისურში აიღო 14 ქულა ხელგვარი იყო და მაგის ვარიანტს აუწიეს, ის ქულა 14 ჩაუთვალეს და მეოთხე ფაკულტეტი რაც გვეწერა იმაზე მოხდა. ანუ იმიტომ იყო სწორად დალაგებული რა. ხო, ძალიან დაბალი ქულა ის 14 სიტყვაზე უცხოენოში, მაგრამ მაინც მოხდა 30-30. მაგასაც უნდა გადახედოთ და ცნობარში შესვლა მოგიტო ღირს რომ კოეფიციენტები რამდენი? არა მარტო კოეფიციენტები რამდენი აქვს. იმიტომ რომ აი რეალურად ეხლა ჩემი ერთ-ერთ მეგობრმა ჩააბარა ისეთ ფაკულტეტზე, სადაც მესამე საგანი არ იყო საჭირო, იყო შემოქმედებითი კონკურსი. და ამ შემოქმედებით კონკურსს ჰქონდა 9 კოეფიციენტი და ანუ იქ მიღებული ქულა მრავლდებოდა 9-ზე და დიდი წილი მაგისი იყო. დიდი წილი კი არა, 1 და 1 ჰქონდა მე რა. ქართულს და ინგლისურს ჰქონდა 1 და 1. ქართულში მიიღო 30 თუ 35 რაღაციდან დაბალი ქულა მიიღო რა და ინგლისურში 60 და ნუ აი მოხდა მაინც თან ანუ ყველაზე კარგი ქული მგონია ეგ მოხდა. იმიტომ რომ შემოქმედებითი კონკურსი ქონდა 99-100-დან. ეგ იყო თავი და გადაწყდა. მაგას უნდა გადახედო. კოეფიციენტს პრიორიტეტს, ანუ ზოგადად ცნობარს რა, ოღონდ ცნობარს უნდა გადახედო ისე რომ შესავალი რაც აქვს, ეგ უნდა წაიკითხო კოეფიციენტი, რაც ნიშნავს პრიორიტეტი, რაც ნიშნავს და ასე შემდეგ რა. მაქვს ცნობარი, მაქვს დაზეპირებული მქონდა ჩემი. ხო და ეგ ძალიან კარგია რა, იმიტომ რომ უმეტესობა მარც კი იცის ცნობარი რა არის. რაში ჭირდება? შიდა ბარიერებით. ხო, შიდა ბარიერებით არის კი. რასაც არ იღებენ იმის დაბლა. და მასწავლებელმა შეიძლება თქვენ დაждეთ და აუხსნათ ბავშვს, მაგრამ ბავშვმა თავისთაც უნდა დაждდეს და აუხსნას თავის თავს. დაждდეს და გახსნას პროგრამა და ჩვენ წელს
ჩვენ როცა ვაბარებდით, მაშინ ძალიან გვიან დაიდო სხვადასხვა პროგრამა. ეხლაც გვიან დაიდო. ხო, და ძალიან შაშან განახლებული იყო რაღაცები, კი, პროგრამა. საერთოდ ამოგვიტრიალდა, ანუ რაზეც რომ მზადებოდით ქართულში, ანუ აი საერთოდ მართლა ამოტრიალებული იყო. კი, ეგრე. და ნუ აი ძალიან მალე მოვჭით მე პროგრამას, იმიტომ რომ არ მართლა რა. ახალგაზრდაა. პროგრამა რო დაიდო 2 დღეში ორი გაკვეთილი და მოვჭით, იმიტომ რომ აღარ ყველაფერი ნასწავლი მქონდა, რაც მქონდა ისიც არ გვჭირდება. ხო, ზუსტად და ნუ აი პროგრამასაც უნდა გადახედა და უნდა იცოდე კიდე ტესტის სტრუქტურა. რა თქმა უნდა. თავარი მასწავლებელმა შეიძლება თავში გიყვას ეს ტესტები, მაგრამ შენ მანამ არ დაждები და არ წაიკითხავ იმ ტესტს და იმ ტესტში რა წერი, აი უნდა იცოდე. ან მართლა უნდა იცოდე, აი თავარი ეგ არის. აი ხა მაგაზე მქონდა კითხვა ზუსტად და იდეაში უპასუხე რა რამდენად მნიშვნელოვანია ეს დამოუკიდებელი მეცადინეობა, იმიტომ რომ კი რეპეტიტორებთან დავდივართ, რაღაცებს გვასწავლიან, მაგრამ იდეაში შენც ეგ თქვი რომ თუ შენ თავს რაღაცნაირად მობილიზებას არ გაუკეთებ, მარტო რეპეტიტორი ვერ გავაშედებს. რეპეტიტორი არის ადამიანი, რომელიც გაძლევს ცოდნას და შენ რომ მიიღოს ცოდნა და იმ მიღება, ანუ რომ მიიღებ ცოდნას მარტო ერთი წყაროსგან რომ იღებ ცოდნას, ზუსტად იგი ქმნის არასწორ შეხედულებებს ზოგადად. და მაგას ვიძახდი ყოველთვის, რომ აი რადგანაც ავტორიტეტია, არ ნიშნავს რომ რაღაც არ ნიშნავს რომ არენდოთ მასწავლებლებს, მაგას არ ვიძახი, არასდროს მაგას არ ნიშნავს რომ არენდო რეპეტიტორს მშობელს, მაგრამ ხო ჯობია შენ მოიწიო პირველ წყაროდან ინფორმაციის მიღება არის ყოველთვის ყველაზე საუკეთესო გზა ინფორმაციის მიღების. პირველ წყარო რაც არის იქიდან მიიღე ინფორმაცია, ვიდრე დაждდე და რაღაცა ვიღაცის აი მართლა რაღაცა აი უშორეული რაღაცა დეიდაშვილის ქვისლი რო გეუბნება. ან ჩემი ბიჭი ჩაირიცხა შარშან და იმან ეს ეკნა და შენ ეგრე აი არ არის ხო ინდივიდუალურია თან. და კიდე ლაიფჰაკებს რო იძლევიან კიდე გამოცდაზე აი აქ თუ მოხდი რაღაც რიგში თუ მოხდი ეგეთ რაღაცები რო არის კიდე აი რაღაც სუპერსტეშის რაღაცა აი მოხმართ მე მეშლებოდა. ხო ინდივიდუალურია. არა რას ვიცახი აი ამ რიგში თუ დაგსვეს და ამ იმაზე ეგეთ რაღაცა კი და ამაზე მოვა ესო და რაღაც ანუ რაღაცას იგო. ანუ ამბობენ რომ მაგალითად მესამე აუდიტორიაში რაღაც არ ვიცი ეგეთ რაღაც არც ვუსმენდი რა როცა მეუბნება და რაღაცებს მართლა იგონებენ. რაღაც აი ის არის რა ქვია ესე და ისე არ მომისმენია მართლა სიმართლე რომ გითხრათ აი ძალიან ბევრი რაღაცებს ლაპარაკობ და მე არ ვუსმენდი ხომ იმიტომ რომ მე რომ მეშლებოდა. შენი საქმე რა არის? მიხვიდე გამოცდაზე, დაწერო და გამოხვიდე. არ არის მეტი არაფერი ხო სანამ ისეთი და ცხოვრები ხო აი ის და ეს და იქ ესე გადაწყვეტა ანუ არა შენ თავისი მეტად მეტი შენ თავისი მეტად გამოდი კიდე ერთი რასაც ვიტყვი ანუ აი ძალიან ცუდი რაღაც მოვიწყე ხა მართლა რაღაცა ბავშვი შეხედულებიდან მაგრამ აი გადაწყვეტას როცა გთხოვენ და ვიღაცა რო გეძახის არის აი საშინელ სიტუაციაში ვარდები შენ იმიტომ რომ შეიძლება ანუ დაეხმარო გადააწერინო კი მაგრამ მე შეიძლება ანუ თუ დაგიჭირა მე ანუ ის მეც და ისიც ორი ადამიანი ვარდება თუ ორი და თან რაღაცა იგე მე იძაბები გინდა არ გინდა და რაღაცა შენ შედეგზეც ახდენს და სულ არ დაეხმარო რო იცი რომ იმას არ ეხმარები ისიც ეგეც გაწუხებს ადამიანურ დონეზე ხო კი და ეგ არის ყველაზე საშინელება რომ აი არ უნდა ჩავაგდო სხვები ეგეც უხერხულ გამარებაში მე მახსოვს ეროვნული ჩაუბარე 2014-ში ხო, ოღონდ ჩვენ ჩაუბარეთ როგორც მაქვს 8 საათესტა და გამოცდა ჩაუბარებული. 4-ე რომ ხო კატიც და უნარებსაც ვაბარებდით და მოკლედ ხამთლა 9 ზღვა გადავლახეთ რომ უნივერსიტეტში ჩაგვაბარებ. მაშინ მეკეთა სათვალე და ჩემს უკან ჩვეულებრივ ხარ რიგის ნომერს რო გაძლევენ და მეხუთე ნომერ ადგილას რო ზიხარ უნდა იჯდა მეხუთეზე ვერ გაცვლი რა ვერცერთ შემთხვევაში ადგილს და ჩემ უკან ვიღაც ჩემ უკან გოგო იჯდა და ბიჭი იჯდა და იმის გვერდით იჯდა სხვა ბიჭი და ესე უნდა თიკა რომ გამიცვალე ერთი ადგილი რა მაგ გოგო სათვალეები უკეთია და უეჭველი ჭკვიანი იქნება და მეც გილკას რა მადლობა მაგრამ მე უნდა რომ გაიცვალა ადგილი და ამას ატყდა ერთი ამბავი რომ რაღაცა ძალიან ისე ნიშნულოვანი იყო. და კიდე ერთ ვიტყვი. კი ბატონო. მე როგორც ახლა უკვე ეროვნულ გამოვლენილი და ნაომარი არ იძახიან აბიტურიენტები და უკვე მე სტუდენტები რა ხდება იქ. მე არ ვიცოდი რომ მივედი რა ხდებოდა. აი თუნდაც ის პროცედურული ნაბიჯები ხო რომ მიხვალ, როდის უნდა შეხვიდე, რომ ანუ
ყველას ერთად არ უშვებენ რაღაცა, იქ დაწვეს, იმაშობენ ნაკადებად გამოწვევენ. ეგ არ ვიცოდი მე რომ უნდა ჩააბარო იქ ნომერი გაქვს იმისი. ანუ ეს რაღაცები არ ვიცოდი მე და რომ მივედა თავიდან პირველ გამოსვლაზე მქონდა შოგი ქართულზე. მეთქი რა ხდება. იმიტომ რომ არავინ არ გამოგ ეგ ინფორმაცია და ყველაზე ცუდი ეგ არის რომ ინფორმაციულ ვაკუუმში გამყოფებენ. მე რომ მიდიხარ ანუ ადამიანი ხარ თან აი რაღაცა ისედაც უკვე ნანერვიულობი ერთი წელი დაომარი და მიდიხარ და კიდე რაღაც საშინელება გვხდება ხო? ну აი ეგ არის რომ მიხვალ მე რომ დაждები დაждარზე რა ხდება ტესტს რომ მოგიტანენ არ მე საერთოდ არ ვიცოდი ეს როგორ გამოიყურებოდა ეს ფურცელი პასუხების ფურცელი კი არ ვიცოდი მართლა არ მქონდა შეხება არასდროს და იყო საშინელება რომ მომივიდა ეს ფურცელი მეთქი აქ რა ხდება ანუ საშინელება ამიტომ ონლაინ არის ხოლმე PDF ვერსიები ეთურთული და ვაჩვენებ ძალიან ხშირად რომ აი განსაკუთრებით სამოქალაქოს ზემჭირდება იმიტომ რომ ადგილები რომ მაგალითად სადისკუსიო თემა ამხელა რომ უნდა იყოს და დიც ვერ დაწერიქ წყაროს ანალიზზე და ასე შემდეგ იმიტომ რომ ხშირად მე შეიძლება სულ სხვა რო დაგხვდება იქ შენ დიდი პასუხი დაწერო ვერ ჩაატიო ხაზზე თუ გადახვალ ჭრიანი იმას არ ჩაგეთვლება და ეგ პრობლემები არის აი ზუსტად იგი არ ვიცოდი მეკეთი რაღაცები და რომ მივედი გამოცდაზე ნუ აი ქართულის გამოცდაზე შოკი მქონდა მე გადაგიარა მე გადაიარა მიმეჩვია იმას რომ ინგლისურს და გეოგრაფიას უკვე მივხვდი რაც ხდებოდა მაგრამ თუნდაც ისიც ხალხო რომ ანუ ხაზები რამდენიც არის იმას ანუ ბევრს ნუ ილაპარაკებთ რაც საჭირო არის სამოიდაც რა გეოგრაფიაში განსაკუთრებით ეგ მნიშვნელოვანი იმიტომ იყო რომ კითხვას გისვამენ რაღაცა შეიძლება მართლა დიდი რუკა ყოფილიყო იმას თავისი რაღაცა დიდი ტექსტი მოყვებოდა ამ რუკას ლეგენდა და ერთი კითხვა რაღაცა ძალიან უბედური პასუხით ანუ პატარა ვისი პასუხით და ამაზე ბევრი ლაპარაკით ანუ ხარჯავ ადგილს და დროს ყველაზე შორის დროის მენეჯმენტი იყო ძალიან კარგად გამოვიდა გამოსვლებზე ყველა გამოცდიდან გამოვედი 1 საათი ადრე 1 საათი და ანუ ქართულზე თან დრო გამყავდა პირიქით იმითი რომ ფიქრი მჭირდებოდა უბრალოდ მე რა თემის წერის დროს ფიქრი მჭირდებოდა ძალიან ბევრი და ვკითხულობდი ბევრი ნაწარმოებს რომ აი თან მეფიქრა და თან დრო გასულიყო რომ ცოტა ჩამლეკოდა ტვინში და დამეწერა რაღაც და რანაირად მე მართლა ვერ ხვდები დრო რანაირად არ ყოფნით იმიტომ რომ მართლა სწორად აქვს განსაზღვრული ეგ დრო ჩემს ხელში აი ქართულის გამოცდაზე ჩემთვის ზედმეტი იყო გამოვედი რამდენი საათი არის 4 საათი მგონი 4 პლუს 3 არ ვიცი ან 2 საათი რაღაცა ეგრე ზუსტად მართლა გამოვედი 1 საათში მგონი ქართულის გამოცდიდან და თან დამკრებლებს და ბავშვებს ვაფერე ესეთი ურთიერთმომენტი ისეთი რეაქციები რომ აი ბავშვებისგანაც ვაი მე ის და ეს ოღონდ აი დამკრებლები მე ყველგან საყვარლები შეხვდნენ და იყო რომ აი დაჯექიშვილო და გადახედე ანუ ოღონდ 15-ჯერ ხოდა გადახედილი მაგერსაც ეგეც მოვასწარე რომ ასჯერ გადახედე. მეც მქონია თვიცი მithumedes მალე შეიძლება რომ ასე დაიწეროს რა არა პრობლემა. გეოგრაფიაზეც უბრალოდ ერთი კითხვა იყო, რაზეც მართლა ძალიან დიდი ხანი ვიფიქრე, იმიტომ რომ მაინც გადამეორებისას წინა დღეს რომ დავჯექი მე 11-12 კლასის წიგნები რომ გადამეორებინა სკოლის და გადავახტი მაგ საკითხს, მეთქი ამას არ მოიტანეთ, ხო დაყოფა სამხრეთ ხო გლობალური ჩელოთი და სამხრეთი. და იყო მეზამეც მომიდა ეგ. და მაგაზე აი მაგან დამაკლო ძალიან ბევრი ქულა სხვადასხვა. იმიტომ რომ დიდი სავარჯიშო იყო მაგაზე მოსული და ბევრი ქულა ეთმობოდა და 4 ხალხი ხარ. ეროვნულზე ერთი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ გამოცდაზე. ვაიმე, კი, ერთი ქულა მართლა ძალიან ეხლა. შევ გრანტი გადაგიწყვიტოს. კი, ჩემთვის არ იყო, იმიტომ რომ 70-იანზეც არ ვფიქრობდი, იმდენად მაღალი იყო ქულები, რომ 70-იანზეც არ მიფიქრია, რომ შეიძლება 70-იანი ამეღო, მაგრამ აი ბავშვებისთვის ყოფილა მართლა ჩემ ახლოს ვინც არიან. რა აი მართლა რაღაცა ჩემდას მაგათად მახსოვს, თან ჩემი დისდროს საშინელება იყო კონკურენცია 2020-ში დამთავრდა. მაგ დროს თუ გახსოვთ ეგ პერიოდი აბიტურიენტებისთვის როგორი იყო, მაგ დროს იყო, არ ვიცი, აი ჩემდას დაკვლა 0 რაღაცა 0.5 თუ რაღაცა, აი 70%. ხო, მაგ სკალირებული არაფერი არ არის. ქულები თითქმის ხო არაფერს არ ნიშნავს რა, ის სკალირებული მე ის. ხო, პრიორიტეტი და კოეფიციენტი არის რა, იმიტომ რომ თუ გადალაგების დროსაც რა ბოდიშო გაწყვეტნებ, აი ზუსტად ეგ არის რომ მაგალითად ყველაზე მაღალი მივიღე ისტორიაში, უნდა მოვზავნო ისეთი ფაკულტეტი, რომელსაც ხო მეტი აქვს კოეფიციენტი და შანსი მაქვს რა, იმიტომ რომ ჯამდება ეგრე ქულა. კი და ანუ აი მაგ დროს ხო თუნდაც აი
რამდენიმე მივეცი რჩევა რა დალაგების და რაღაც და ვუთხარი რომ მეთქი აი ოღონდ ქულების მე რო დაიწყო ქულები და ვეუბნები რომ მეთქი ანუ აი ვიღაცამ მაგალითად ქართულში ვერ მიყო ქართული ცოტა ისეთი მოძებნი დაბალი ის უყევი ანუ რა მოხდა ეზარება ხო კი დიდი დოკუმენტი არის მაგრამ რა გავაკეთე შენ მოვალია ხო რატო უნდა გეზარებოდეს ხო და ნუ აი დღეს დაგეზარება და ხვალ მერე გექნება საშინელი კარიერა და ცუდი ანუ აი არ ვარ დაგეზაროს ქვეყანაში ისედაც შეიძლება მაგის რისკის ქვეშ ვართ ყველანი რომ საშინელ მდგომარეობაში ვიყოთ და მაშინ აი ცოტა ნორმალურ სასინელს პროცესში მაინც რომ მოხდე არ დაგვეზაროს მეკონი მე მგონია რომ ძალიან კარგად ვილაპარაკეთ, ძალიან კარგად წავიდა. ერთადერთ კითხვას დავსვამ ბოლოს და ამით რომ დავასრულოთ. ყველაზე მეტად ხა რაც მაინტერესებს იდეაში არის შემდეგი რა, რომ აი თავიდან რო გადიოდე ამ პროცესს რამეს შეცვლიდი თუ არა და რაღაცა ტოპ 3 ბანალურად ტოპ 3 რჩევა ახლანდელ აბიტურიენტებს რა ქნა? მე რო თავიდან გავდიოდი აბიტურიენტებს არ გავივლი ეს პირველი მე ხარ ამას ამოჭრით მე ხარ ჯერტის იყო მართლა საოცარი ერთი წელი იყო მასწავლებლების გამო მართლა ძალიან მადლობა ორივე მასწავლებელს უბრალოდ ის იყო რომ აი მაგის გამო თავიდან არ მინდა რა ნუ აი ისეთი პერიოდი მაქვს ცხოვრებაში თუნდაც და მექნება კიდე მეტია რომ არ მომენატრება ეგ ძველი დრო არც რომ მომენატროს არასდროს ნუ ვიძახი რომ აი დაბრუნება და მიტირება და ის თორე ნოსტალგია ეხლა არ ვიძახი რომ ნოსტალგია არ არსებობს და ტოპ 3 რჩევა ეხლა აბიტურიენტებს ერთი რომ ნუ მისცემთ საშუალებას აბიტურიენტებს რომ ცხოვრება დაგინგრიოთ არის აი ყველა ანუ მართლა დამაგრეველი ძალა აქვს აბიტურიენტობას და მაგ სტრესს და ნუ მისცემთ მაგის საშუალებას რომ თქვენი ფსიქიკა ჩამოიგრეს რომ ანუ ადამიანს ყველაზე მთავარი მენტალური ჯანმრთელობა და მენტალური ჯანმრთელობა ცოტა ცუდად გაქვს ფიზიკურ და საშინლად გირტყავს და აი მე თან მართლა ძალიან დიდხმიან რაღაც ფიზიკური ჯანმრთელობის იმებს იწვევს რა ქვია ფიზიკურს მენტალურს მე ფინანსურ ფსიქოლოგთან მოგიწევს ამას კი აწყობს მე მაწყობს თუ ეგრე მოხდება მაგრამ ჯერჯერობით გვეკენა ხო ჯერჯერობით მე რჩევ მივცემ იმას რომ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღონ უნივერსიტეტის დალაგებისას ეგ არის მთავარი აი თუ უნდა იყოს ნამყოფი უნივერსიტეტში სადაც აბარებ მე ესე ვთვლი გაცნობიце უნდა იყოს ნამყოფი არ ვიძახი რომ იცნობდე ლექტორს დეკანს რექტორს მინიმუმ რა გარემო უნდა იცოდე აი მართლა ვიძახი ძალიან უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი რა სხვადასხვა მიზეზებით ანუ თუნდაც პროექტებზე თუ არ ხო ხდება თქო ჩემი რაღაცა ძალიან მართლა აქტიურად რაღაცებში აი იმდენ უნივერსიტეტში ვარ ნამყოფი და იმდენში მიგრძნია თავი არაკომფორტულად რომ აი ვიძახდი რომ თან ისეთებში სადაც მინდოდა ჩავარება ხო და აი ვიძახდი რომ ანუ კიდევ კარგი რომ არ ჩავაბარე აქ ხო და რა кайქენი რომ იყავი უკვე ნამყოფი გარემოსნა რომ ვიცოდი და ან მაგალითად აი ეხლაც რო წავიდე სადღაც უნივერსიტეტში სადაც მინდოდა ჩავარება და არ ვარ ნამყოფი შეიძლება ანუ მქონდეს ის გააზრება რომ უი რა კარგია ანუ გარემოს მხრივ კარგი იქნებოდა რაღაცა ნუ პირიქით შეიძლება ცუდად შევხედო მაგრამ სადაც ჩავაბარე ძალიან ყოფილი ვარ მაგით და ზუსტად მაგით რომ თუნდაც ნამყოფი ვიყავი ჩემ უნივერსიტეტშიც მანამდე ჯიპაში ნამყოფი ვიყავი და ვიცოდი სტრუქტურას თუ ჩემი დასწავლობდა ჯიპაში ჩემი მამიდაშვილი სწავლობს ჯიპაში რა ვიცი შემოდა მაგისტრატურაც გააგრძელა ჯიპაში ნუ აი მართლა რომ ვიცოდი რა კარგი სიტუაციაც იყო იმედა ჩავაბარე და ხო საუბარი ხალხთან მესამე რჩევა საუბარი სტუდენტებთან საუბარი თუნდაც რა ვიცი მასწავლებლებთან თუნდაც თქვენთან აი ჩემი არხის გამოწერა ეგ ბონუსი YouTube-იც, Facebook-იც, Instagram-იც ყველა სადაც დაინახავ TikTok-იც ყველგან სადაც მერაბ მასწავლებს დაინახავ გამოვიწე follow არა ხო მოვაპარაკი სტუდენტებთან ყველაზე კარგი მართლა აი რომ ვიცოდე რომ ჩემი და იქ სწავლობდა ხო ნუ აი ველაპარაკე ესე მოხდება ესეთი მაგათად აი სწავლების სტრუქტურა აქვს ხო აი ყველა უნივერსიტეტს კიდე სხვადასხვანაირი ის აქვს დავაპარაკე რა ჩემ პატარა მამიდაშვილს რომელიც სწავლობს ჯიპაში უთხარი მითქება ლიზიკო როგორ არის ეს მე დავაპარაკე ჩემ მეორე მამიდაშვილს რომელიც თავისუფალში სწავლობს მეგობარს რომელიც თავისუფალში სწავლობს მე იქ ვიღაცა TSU-ში ვიპოვე ვიღაცა ტექნიკურში ნუ თუნდაც ხო აი რაღაცა ვიღაც BTU-ში ასე შემდეგ ანუ უნდა დაელაპარაკო ადამიანებს რომ გამოცდილება ანუ მაგაც ვიძახი ინფორმაციის პირველ წყაროდან მიღება არის ყველაზე სანდო ფორმა და ყველაზე მნიშვნელოვანი კი
იმიტომ რომ პირველ წყაროდან მოწოდებული ინფორმაცია ყველაზე სწორია. სწორია, კი, რაც არ უნდა იყოს ინფორმაცია გადაცემის დროს. კი, ფუჭდება, გაფუჭებული. ჩვენ თამაშობდით ხოლმე, ხო, ჰეშტეგში თამაშობდით. ძალიან კაი იყო ხოლმე გაქტიობა, ძალიან მოსწონთ ბავშვს, ძალიან კაი იყო. ძალიან მიხარია, რომ მოხვედი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ანუ ეხლა რო გონებაში სხვა გულწრფელად რო ვთქვა რა, რამდენიმე აბიტურიენტს განვიხილავდი, რომ ვინ შეიძლება იყოს. და ეხლა ის ჩაწერა რომ მორჩა, მივხვდი რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ აი ძალიან გულწრფელი ხარ და მაგას მე ყოველთვის ვაფასებდი შენში. და აი ძალიან ისე ჟარგონულად გამოვიყენებ, რომ იგეგრულად დავსხედით და ვილაპარაკეთ და მგონია რომ ამ ვიდეოს ეხლა აბიტურიენტის შობელი ან მომავალი აბიტურიენტი თუ უყურებს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ესე გულწრფელად დაგვანახე რაღაცები, იმიტომ რომ ადამიანები ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რაღაცები დავალაგოთ, შვიდად ხო. ძალიან ტრაფარად ხო, და ამიტომ ძალიან კაია რა. აუცილებლად უნდა უყუროს, ვფიქრობ ყველა აბიტურიენტმა ამ ვიდეოს ან მომავალ აბიტურიენტმა, იმიტომ რომ ბევრ რამეზე დააფიქრებს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მომეწონა ყურადღება, რადგან გამახვილა, ეს არის აი პიროვნული მახასიათებელი იმაზე, რომ შენ ხარ რა ყველაფერზე იდეაში. ხო, ხარ შენ. ანუ შენ თუ ხარ არის ყველაფერი. აი მართლა ეგ არის მთავარი და პირიქით მადლობა რომ მომიწვეთ, იმიტომ რომ აი მინდა და რაღაცა აი პლატფორმა რომ აბიტურიენტების მოლაპარაკე და ვინ თხოვს ხოლმე მელაპარაკს. აბიტურიენტები ყოველთვის ვცდილობ რომ მართლა დავაპარაკო და დაუზარელოთ. კი, დაუზარელოთ და აი ავუხსნა ყველაფერი თუნდაც და დავეხმარო რაღაცაში რითიც შემიძლია, იმიტომ რომ მართლა ურთულეს პროცესი არის და მაგის განაცხადა არის. ფსიქოლოგიურად აი ძალიან სწორი რამე თქვი რომ აბიტურიენტობის დროს შეიძლება მენტალურად ძალიან რაღაცა დაიმსხვრე რა, ჩავარდე. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რაღაც მასწავლებლებმა, მშობლებმა, ბავშვებმა ერთად კომპლექსურად ვიმუშაოთ, რომ რაღაცები გავიგოთ რა, რომ სხვადასხვა მოლოდინებიც არ გქონდეს რა, როგორც მასწავლებელს, როგორც მშობელს, როგორც ბავშვს და ეგ ყველაფერი რომ მთავარი არის მართლა ჩვენი მენტალური მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ მენტალურად არ ხართ ჯანმრთელად ხო გრადები, ანუ ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ჩემთვისაც მაგალითად და ყველაზე მეტად ხა თქვენ თაობაში ხა ისე გამოდის ძალიან დიდი ვარ თქოს, მაგრამ თქვენ თაობაში მომწონს რომ რაღაც ალბათ ეგეც გარემოებიდან გამომდინარე, ბევრ საუბრობენ ამ საუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ჩემ დროს ეგ ნაკლებად იყო და ანუ სადღაც 28-29 წლის ასაკი, ანუ წელიწადი ნახევრის წინ დაახლოებით, ხო რა 29-28 წლის ასაკში გავიაზრე რაღაცეები. მაგალითად ის რომ რაღაცებს ძალიან არასწორად ვაკეთებდი. და მე ნუ კიდევ მჭირდა ფსიქოლოგთან ზიარული, მაგრამ ძალიან დამეხმარა. თქვენ ხო რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენთან მიმართებაში ეგ არის ძალიან მაგარი, რომ ძალიან ბევრი მიგნება, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩემთვის მაგალითად ყოფილა ინსპირაციის წყარო, რომ რაღაც ბავშვებისგან მისწავლე, რომ ეხა ეს ასე უყურებს რაღაცას და მოდი მარიამ შენც ესე ხوار შეხედავდი და ძალიან კაია რა, აი ბავშვებთან კომუნიკაცია მიხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე აქვს, აი მაგიტომ მომწონს რა, რომ სწავლების პროცესია. ემოციური ინტელექტი ჩვენ თავში უფრო მეტი არის. ხო, არის კი. და ნუ სულ ძახმარ მარტო ემოციური ინტელექტი არ არის, ემოციური გადამუშავებაც ჭირდება. ეგეც ძალიან საჭირო სკილი არის, რომ თუ ემოციური ინტელექტი ყველა საქმე თითქმის ჩემ თაობაში, უბრალოდ მე გადამუშავება უჭირთ რაღაცა. გარემოსად როგორ არის, იზრდება ბევრი რამ. ხო, ეგ არის ემოციური გადამუშავება უჭირთ ხალხს და ეგ მე გქმნის პრობლემს, მაგრამ ეგ ცალკე მაგას სხვა პოდკასტში ვისაუბრებთ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა კიდევ ერთხელ ფსიქოცენტრს, რომელიც შეგახსენებთ, რომ რუსთავში მდებარეობს, მშენებელთა ნომერ 5-ში და ძალიან საინტერესო სივრცეა. ძალიან. და მოკლედ შეიძლება ლევანმაც ამოყოს პროფესიულ ნაწილში რაღაც მომენტში აქ თავი. არ არის გამორიცხული. მადლობა, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით შემდეგ მე-6 ეპიზოდში. ნახვამდის.